გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვუტო საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. რუსული ავიაკომპანია, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასრულებს რეისებს, ოკუპირებულ აფხაზეთთან იწყებს მიმოსვლას. ახალი ანტიანექსიური პლატფორმა პოლონეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. დღეს ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. 10 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ გადაწყვეტილების მიზეზად მან სხვა სფეროში ძალების მოსინჯვის სურვილი დაასახელა. მდინარაძის განცხადებას წინ უძღოდა სრულიად განსხვავებული გეგმები. სულ 2 დღის წინ ის რეგიონებში სამომავლო პრიორიტეტებსა და სამუშაო გეგმებს განიხილავდა. 2 კვირის წინ კი ამბობდა, რომ მომავალში სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე გადასვლას არ გამორიცხავდა. თუკი ამის საჭიროება გაჩნდებოდა. ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრე, დღეს დილით ასევე ვისაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის დეტალებში ჩავდივარ სპეციალურად, შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო, ბევრი ისეთი ასაკიშვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე, საერთოდ ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იზენს, ვიდრე რეალობა რაც არის, შეიძლება ამასთან მქონდეს ამ შემთხვევაში საქმე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიციირებული. რუსული ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან რეისებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს, ავიამიმოსვლას ოკუპირებულ აფხაზეთთან იწყებს. ციმბირის ავიაკომპანიის წარმომადგენლები შესაძლებლობის განსახილველად უკვე შეხვდნენ დე-ფაქტო ვიცე-პრემიერს. ჯანსუღ ნამბას თქმით, სოხუმის აეროპორტი ძირითადად სამხედრო დანიშნულებისაა, თუმცა სიამოვნებით მასპინძლობენ სამოქალაქო რეისებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთიდან სრულდება. ავიაკომპანიის მენეჯმენტში ამბობენ, რომ სოხუმის მიმართულებამ შესაძლოა სოჭის მიმართულება ჩაანაცვლოს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უსაფრთხოების პრობლემები გაუჩნდათ. სოჭის აეროპორტი გადატვირთულია. სოჭში ფრენა საკმაოდ რთულია, ამიტომ გაგვახსენდა და სოხუმის აეროპორტის განხილვა დავიწყეთ. საქართველოში ანტიანექსიური პლატფორმა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირებს აერთიანებს. დამფუძნებლებს შორის არიან ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებიც. პლატფორმა თავს ზეპარტიულ გაერთიანებად აცხადებს. მისი მიზანია რუსეთის ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის წინააღმდეგ სამართლებრივი და საზოგადოებრივი გზებით მოქმედება, დევნილთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. სწორედ ანტიანექსიური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩვენი კოლეგა ირაკლი ტაბლიაშვილი შემოგვიერთდება თბილისიდან ვარშავის სტუდიაში და მასთან გავაგრძელებთ საუბარს. გამარჯობა ირაკლი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა კრიტერიუმით მოხდა ამ ადამიანების შეკრება პლატფორმაზე, მით უფრო ხედავთ სხვადასხვა მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მყოფ პირებსაც? ბატონი ჩაჩიბაია იყო არამხოლოდ დეპუტატი, არამხოლოდ მრჩეველი ყოფილი 10 კუთხეში მიმწყვდეული პრემიერ-მინისტრისა, იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელიც თავის დროზე, ამ ხელისუფლების პირობებში. ის დამოუკიდებლად იმისა, ის სად იყო და როგორ ის ძალიან მაღალკვალიფიციური სამხედრო პირია და წესიერი კაცია. ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და პატივისცემა მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გარკვეული პერიოდის წინ შესაძლოა ის გამიკრიტიკებია კიდეც, მაგრამ ამას არ აქვს ხა მნიშვნელობა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენი დამოკიდებულებით, ჩვენი აზრით ზეპარტიული თემა. რატომ ახლა? იმიტომ რომ რუსეთი რეგიონში ძალიან გააქტიურებული უკვე არის და მომავალშიც იქნება. გულისხმობ კავკასიონ ქედ გადმოღმა კავკასიის რეგიონს და გულისხმობ კერძოდ 18 სექტემბერს ჩასატარებელ არჩევნებს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, რომლის შედეგადაც უმაღლესი ალბათობით ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გახდება ვინმე კამბალოვი, ვინმე შეგნებულად ხმარობს, ულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ არ მინდა რომ ქართულ საზოგადოებას დარჩეს შტაბეშენება რომ ის რამეს წარმოადგენს, ცხადია მარიონეტია. და ამ ვერსიის, ერთი ვერსიის თანახმად ვინიცის და რუსეთმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს სამხრეთ ოსეთის არათუ ოკუპაცია ისედაც მიმდინარეობს.
ცოცავი ოკუპაცია. არამედ საერთოდაც მიერთების, ანუ ანექსიის თაობაზე. ანუ რუსეთი მეოთხე სახელმწიფოდ დაფიქსირდეს, ასე ვიტყვი, კიდევ ერთ სახელმწიფოდ კავკასიურ ქედგადბოხმა. ამგვარი რამ არ გვახსოვს ჩვენ ისტორიაში, როდესაც ოკუპირებული იყო სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, ის რუსეთის ფედერაციაში, ან რუსეთის იმპერიაში შედიოდა ან საბჭოთა კავშირში. სახელმწიფოდ, მისეული გაგებით სახელმწიფოდ. ის კავკასიურ ქედგადბოხმა პირველად დაფიქსირდება თუ ეს მოხდა. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ თემაზე. ამ თემის გარშემო იქნება და მოხერხდეს საზოგადოების გაერთიანება, ალბათ სწორი, თუმცა არასრულფასოვანი სიტყვა და მათ შორის ხელისუფლების მომხრეებმა იქნება და გაიგონ, შეიგნონ, გააცნობიერონ, გაისიგრძეგან, რომ ეს არის ეგზისტენციური კიდევ ერთი საფრთხე ჩვენი ქვეყნისათვის. ირაკლი, თუ არსებობს კონკრეტული გეგმა ან სტრატეგია, როგორ უნდა მიიტანოთ ხალხთან ეს ინფორმაცია და რა არის საბოლოო მიზანი? მიზანი მაინც არის ამ თემის ტოპ თემად ქცევა და ამ თემაზე ყოველდღიური ლაპარაკი საზოგადოების მხრიდან, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან, რომ იქნება და მე უკვე უფრო ფართო შემადგენლობითაც დავსხდეთ და შევიმუშაოთ საოკუპაციო ანტიანექსიური პოლიტიკა. კითხვა რელევანტურია, გაქვთ თუ არა შემუშავებული საინფორმაციო კამპანია. გულახდილი კითხვის პასუხად მე გულახდილი ვიქნები. არა გვაქვს შემუშავებული მსხვერპლი დოკუმენტი როგორც ასეთი. არ არსებობს როგორც უმრავლეს შემთხვევაში არ არსებულა ჩვენს ქვეყანაში და არც ახლა არსებობს. ხო, ეს არის ერთგვარი ინიციატივა, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მცდელობა, ხომ მცდელობა ერთმანეთი დავინახოთ. ეს მაინც რაღაცა სადღეგრძელოური სიტყვაა შესაძლოა, მაგრამ მაინც იქნება და ალბათ ესე უნდა დაიწყოს წინადადება, იქნება და რამე გამოგვივიდეს. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ეს სუბიექტები აქვს, რამდენიმე დიპლომატია იცით თქვენ, თანამდებობის რამდენიმე ყოფილი პირია, ჩვენ და მეც და რაღაც სხვაებიც ხო? იქნება და ნამდვილად გრძნობთ რა პრობლემების წინაშე უკვე ვართ. აი ესე მგონია მეც რომ დაახანება წამიერი თუ ყოველდღიური, ხო კიდევ უფრო სერიოზული პრობლემების. პერსონალურად მე ჩემს დამოკიდებულებასაც გეტყვით. არ მგონია რომ რუსეთმა გადმოდგას ამგვარი აგრესიული ნაბიჯი მიუხედავად იმისა რომ არაადეკვატურობის განსახიერება სახელმწიფოა. ახლა მაგალითად წლის ბოლომდე, თუმცა არ გამოვრიცხა. მე მგონია რომ ივაჭრებს მე ვაღიარებ, კი არა, მივიერთებ სამხრეთ ოსეთს, ცხინვალის რეგიონს ჩვენი ტოპონიმიკით და სწორი ტოპონიმიკით. თუ შენ ამას არ გააკეთებ და მე უკვე შეგვიძლია ჩანაშალი გავაკეთოთ. და ვთქვათ, რომ თუ შენ არ წახვალ კონფედერაციაზე, თუ შენ არ წახვალ პირველ ყოვლისა ცეცხლის განუახლებელობაზე არ მოაწერ ხელს აფხაზებთან და ოსებთან, თუ შენ არ წახვალ ნეიტრალიტეტზე, თუ შენ და აქ არის რაღაც დაუსრულებელი, არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ ერთი 20 პუნქტიანი სია, მაგრამ ხო რუსებს აქვთ умомни Россию не понять. ვერ გაიგებ თვინით მზაკვარი სახელმწიფო რას გიპირებს. რა ხაფანგსა გიგებს და აქედან გამომდინარე, თუნდაც პრევენციული იყოს ეს, ხო, სწორი ინიციატივა, ხორცი როგორ შეესწრება ჩემზეც და ჩვენზე არის დამოკიდებული. დიდი მადლობა ჩვენს კითხვებს ირაკლი ტაბლიაშვილი პასუხობდა. ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ჩვენს Facebook გვერდზე. აქვე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური მედიის არხები, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე VT საქართველოს News-ი. სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მთავარ პრობლემად პოლონელი ანალიტიკოსი მარჩინ ზაბოროვსკი საქართველოს გზის გამეორებას ასახელებს. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს სომხეთის მსგავს შესაძლო უკეთეს პოზიციაშიც იყო. მოსახლეობის 80%-ზე მეტი დასავლურ ინტეგრაციას უჭერდა მხარს და საზოგადოება დღემდე პროდასავლურია. თუმცა რუსეთმა დროის განმავლობაში შეძლო ქვეყანა კვლავ საკუთარი გავლენის სფეროში მოექცია და დღეს ის არსებითად რუსეთის კოლონიად არის ქცეული. ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ამიტომ სომხეთის ევროპული არჩევანის საწყის ეტაპზე დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო, რათა ევროკავშირმა საქართველოს შემთხვევაში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროს.
Well, I think a cautionary tale for Armenia and for the European Union. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე საფრთხილოა საქართველოს ბედის გამეორება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი არ გახდეს ახალი საქართველო, რადგან საქართველო ზუსტად იგივე სიტუაციაში იყო, რომელშიც სომხეთია ახლა და მეტიც. კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაშიც კი იყო, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ყოველთვის ხარს უჭერდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. ქართული საზოგადოება ახლაც ძალიან პროდასავლურია. ასე იყო 20 წლის წინაც, მაგრამ მას შემდეგ რუსეთმა წარმატებით მოახერხა და მოიზიდა თავისკენ საქართველო და შეიერთა თავის გავლენის სფეროში. შედეგად საქართველო დღეს არსებითად რუსეთის კოლონიაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან სომხეთი პირველ ნაბიჯებს დგამს ევროპისკენ და აკეთებს ამ გეოპოლიტიკურ არჩევანს, დასავლელმა პარტნიორებმა მისცენ მას ყველა აუცილებელი მხარდაჭერა და საქართველოს გაკვეთილზე აღარ დაუშვა ნის შეცდომები, რასაც ჰქონდა ადგილი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. მოლდოვა დამოუკიდებლობის 35 წლის თავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები წუთიერი დუმილით დაიწყო და საპატიო ზალპებით გაგრძელდა. დილით ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალ მარადისობასთან მივიდნენ, რომ პატივი მიაგოთ მათთვის, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა იარაღით მოუწია. გლოვიარე დედის მონუმენტთან დააწყო ყვავილები პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მასთან ერთად დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიაგეს პატივი. მათთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ ვეტერანები, სამხედროები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი თავისით არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფო, რადგან ამდენი რამ გაკეთდა ამ შესაძლებლობისთვის. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამ დღეს აქ, ამ ადგილას. ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა, რათა დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა გვქონოდა. ეს დიდი ძალისხმევა და მსხვერპლი იყო იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სწამდათ თავისუფლების ბუნებითი უფლების. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკის ავტომობილი ააფეთქეს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო სახლიდან გავიდა და ავტომობილი დაიძრა. ვიცე-პოლკოვნიკი ადგილზე დაიღუპა. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ აფეთქება სანქტ-პეტერბურგის იმ რაიონში მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედროებისთვის აშენდა. მძიმედაა დაშავებული სამხედრო პირის მეუღლე. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს არაა რუსეთში სამხედრო მომსახურეების, მათ შორის მაღალჩინოსნების აფეთქების პირველი შემთხვევა. პოლონეთი სამხედრო და საჰაერო უსაფრთხოების შესაძლებლობებს აძლიერებს. ქვეყანაში სამხრეთკორეული წარმოების 28 ახალი საბრძოლო ტანკი ჩამოვიდა. ცნობილია, რომ მათი დიდი ნაწილი კალინინგრადთან განთავსდება. პარალელურად ვარშავა დედაქალაქის საჰაერო სივრცის მონიტორინგის ახალ სისტემას აყენებს. მილიონი ზლოტის ღირებულების ტექნოლოგია ქალაქის ცენტრის თავზე დრონებს აღმოაჩენს და ამოიცნობს. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უკრაინაში რუსულ აგრესიას და პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონებისა და რაკეტების შეჭრის შემთხვევებს უკავშირდება. ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე, ასე პასუხობს თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციით გამოწვეულ პრობლემებს. თუმცა დისკომფორტის მიღმა უკვე უსაფრთხოების საკითხიც დგას. ღია ჭები, მძიმე ტექნიკა და მოქალაქეები ერთ სამუშაო სივრცეში. ექსპერტები ამბობენ, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. პარალელურად გამზირზე მდებარე ბიზნესები შემოსავლების განახევრებაზე საუბრობენ. ორი სკოლა კი ახალ სასწავლო წელს ჰიბრიდულ რეჟიმში იწყებს. რა ფასად მიმდინარეობს თბილისის მთავარი გამზირის 50 მილიონიანი რეაბილიტაცია ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში. თბილისის მთავარი გამზირის რუსთაველის რეაბილიტაცია უკვე ერთი თვეა გრძელდება. მძიმე ტექნიკასთან ერთად მოქალაქეები სამუშაო მოედანზე გადაადგილდებიან. იმის გამო, რომ აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, ღია ორმოები და ჭებია. უმეტესობა არ არის შემოხობილი ჯებირით და დამცავი ბადით. ლითონის ჯებირები ფრაგმენტულად არის, არ დგას სრულად ტერიტორიაზე. მხოლოდ ნაწილობრივ მიჯნავს სავალ ნაწილსა და სარეაბილიტაციო მოედანს. რამდენიმე ადგილზე მოწყობილია ფიცრულით გადასასვლელი ბილიკი. რეაბილიტაცია მიმდინარეობს რუსთაველის მეტროსთან და ხედავთ, რომ სატვირთო ავტომობილი დატვირთული ავტომობილი ამოტრიალდა. მიწა ჩავარდა.
ეს 6 აგვისტოს კადრებია, როდესაც რეაბილიტაციის პროცესის დროს მიწა ჩავარდა და სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ხედავთ, რომ ბავშვი იყო ავტომობილში, სატვირთოში მძღოლს ყავდა ბავშვი, მცირეწლოვანი. რუსთაველის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა, სამუშაო მოედანთან 6 მეტრის რადიუსში არ უნდა იმყოფებოდნენ მოქალაქეები. ადგილზე მოსულებმა კი ვნახეთ, რომ არათუ 6 მეტრი, ხან 6 სანტიმეტრიც კი არ ჰყოფს მძიმე ტექნიკასა და მოქალაქეებს. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კი მერია სრულად კონტრაქტორ კომპანიას აკისრებს. აქ უნდა იყოს მანიშნებლები, რომლებიც დაიცავს ხალხს სამუშაოებისგან და შეძლებენ გადმოსვლას. განსაკუთრებით უცხოელებისთვის, მე ტურისტი ვარ. წარმოიდგინეთ, აქ რომ დავშავდე, უნდა იყოს მანიშნებლები განთავსებული. აქ რაც ხდება, სიგიჟეა ჩემი აზრით. გადმოსვლა გაგვიჭირდა, მაგრამ უსაფრთხოების ზონები ალბათ მიღებული ექნებათ, რა ვიცი. ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. ალბათ ასეა საჭირო. სადაც შენებობა არის, ყოველთვის არის ეგეთი პროცესები. აქ შეიძლება ახლა ფეხით გაიაროს ადამიანმა, ფრთხილად, მაგრამ სხვანაირად როგორ გააკეთონ? ხმაურით, მტვრით, რა თქმა უნდა, შეწუხებული ვართ. მით უმეტეს, რომ აი აქვე ამ ეზოში ვცხოვრობ. მაგრამ იმედიანად ვუყურებ ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ძალიან მალე გალამაზდება რუსთაველი. 24 საათიან რეჟიმში არიან, აქვე ვცხოვრობ და ვხედავ. თავარია გაკეთდეს კარგად, ისე როგორც ვთქვათ, განში და დილღომში არის, ისე ხო წერეთელზეც არ დადგეს წყალი და დატბორვას გულისხმობთ და დაწერეთელი. ხო, ნუ რახლები რაც გაკეთდა რო იტბორება. შრომის უსაფრთხოების ექსპერტთა შეფასებით, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით მიმდინარეობს. ყველანაირი სტანდარტი, რა ვიცი, რაზეც შეიძლება საუბარი, დარღვეული არის, არ არის დაცული, ხედავთ თქვენ თვითონაც, არ ტერიტორია სახიფათო ადგილები არის უამრავი და ეს სახიფათო ადგილები არ არის დაცული. არც იზოლირებულად, რაიმე ჯებირებით, ზოგ-ზოგი ადგილას კი არის დაცვები, ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ ძირითად შემთხვევებში უმეტესწილად ეს უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არის. მძიმე ტრავმის რისკები, რასაკვირველია, ფატალური შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ძირითადად არის ჩასავარდნი ადგილები და მძიმე ტექნიკა, თავად საფრთხე. არ შეიძლება ესე ადვილად რა ეს რაღაცები რო ყრია, ხო შეიძლება აგერ გოგონა დგას და რაღაცა დაყრის დროს შეიძლება ფეხზე დაეცეს და მოტეხავს, ხო? ტურისტული სეზონის პიკზე დაწყებული სამუშაოების პარალელურად ტერიტორიაზე მომუშავე ბიზნესები ხალხის ნაკადის სიმცირესა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. თუ კი წინა წლებში ზაფხულის პერიოდი ყველაზე შემოსავლიანი იყო, წელს პირიქით დაკეტვის პირას არიან. ნახევარი თანამშრომლები უკვე სახში არიან, კი. ჩვენ ნახევ ვცდილობთ რამენაირად დავეხმაროთ ობიექტს. ობიექტი ვაფშე საერთოდ არ იყო მზად ამისთვის. არ იცოდით, რომ ეს მოხდებოდა? არა. და ფინანსურად რამდენად დაეთყო? ძალიან საშინელი მდგომარეობა. დაუშვა თუ იყო 10000 ლარი ბრუნვა დღეში, ეხლა არის 5000 ლარი. ხარჯები დარჩა იგივე როგორც იყო, მაგრამ ბრუნვები არის დაპატარებული ორჯერ. მაგრამ ჩვენ ბიუჯეტი გვაქვს ამ ეტაპზე და ველოდებით როცა ყველაფერი გაიხსნება. ვერ მოდიან კლიენტები, ვერ მოდიან მაღაზიაში. ვინც იცის ახლა ამოდის ელბაქიძით. ძირითადად შეწყდა რა მოძრაობა. თბილისის მერიის ინფორმაციით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 50 მილიონი ლარია. დღეისთვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩვენი არხი სოციალური მედიაში, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, VT საქართველოს News-ი. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.